აი დაგიბრუნდით, მე რესტორან ძველ ვაკეში ვარ და ძველ ისტორიებს ვიხსენებ. მე ხა ვამზადებ შევიჭერი პოლ მაკარტნის ოჯახის მენიუში და მისი რეცეპტით, მისი წიგნიდან რეცეპტით ვამზადებ ვეგეტარიანულ სალატს. მის წიგნს ჰქვია უხორცო ორშაბათები და მან თავის ქალიშვილებთან, მერი და სტელა მაკარტნებთან ერთად შექმნა ეს წიგნი. მისი პრეზენტაცია შარშან დიდი ფურორით მოეწყო და როგორც ამბობენ, წიგნი მაშინვე გახდა ბესტსელერი. მათ არა მხოლოდ რეცეპტები, თავიანთი სათქმელი აქვს მსოფლიოსთვის. უძღვენით ერთი დღე, უხორცოთ სამყაროს, ნაკლებად გაანადგურეთ ცხოველები და გაუფრთხილდით თქვენს ჯიბეს ბოლოს და ბოლოს ეს ძალიან ეკონომიურია, რადგანაც ხორცს არ შეიძენ. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ მაკარტნების აზრით პროტეინები, ანუ ცილები, რომელიც ხორცშია, თავისუფლად შეიძლება იპოვოთ სხვა პროდუქტებში. აი თუნდაც გათუთქულ ახალ ლობიოში, მწვანე ლობიოს სეზონია და თქვენ შეგიძლიათ სტანდარტული რეცეპტებიდან გადაუხვიოთ და იამაყოთ, რომ თქვენ სუფრაზე გაჩნდა ბიტლსების მეფის, ბრიტანეთის იმპერიის საპატიო კავალერის სერ პოლ მაკარტნის რეცეპტი. რა გავაკეთე? კახა მინდორი შევქმენი სალათის ფოთლები, ზუსტად ასე აკეთებს პოლ მაკარტნი. მარილ წყალში გავთუთქე ბოსტნეული, ეს არის ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, აი მწვანე ლობიო, რომელსაც ესე ამ მინდორზე ალაგ-ალაგ მოვფანტავ. აი შეხედე, ესე ლამაზად. მე მინდა მივბაძო მის დიზაინსაც, რადგანაც როგორც ყველაფერში ამ გემოვნებაშიც ვენდობი სერ პოლ მაკარტნის და მის ოჯახს, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე გადაგებს, რომ კვირაში ერთხელ თუნდაც უხორცო დღე უნდა მოიწყოთ. გარდა ამისა, მას ორიგინალ რეცეპტში კახა, როგორც უკვე პირველ ბლოკში ვთქვი, ტოფუ აქვს გამოყენებული, ანუ სოიოს ყველი, იმერული ყველი შევწვის სიმინდის ფქვილში და დაჭრილ ოხრახუშთან ერთად. მარილი და პილპილი დავამატე და აი გამზადებული მაქვს პატარა კუბები, მართკუთხედები იმერული ყველის. მე ხა დავჭრი მწვანე ხავს, ესეც პოლ მაკარტნის რეცეპტის ნაწილია, როგორც ჩანს, მას ძალიან უყვარს მწვანე ხახვი, რადგანაც ბევრ რეცეპტში აქვს გამოყენებული. წვანილები, რომელიც თქვენ გიყვართო და ვინაიდან მე ვარ ალექსანდრ ჯუმას მიმდევარი კულინარიაში და ის ამბობს, რომ ოხრახუში ეს მწვანილთა მეფეა, მე ოხრახუშს გამოვიყენებ, თქვენ შეგიძლიათ ვერწმუნეთ ძალიან მოუხდება ერთი ღერი პიტნაც რომ ჩააჭრათ ამ სიმწვანეში. ყველაფერი მზარდ მაქვს კახა. გამოსაცხო ფორმაზე დავდე აი ესე ამ ყუნწიანად პომიდორები და 180 გრადუსზე 15 წუთი გამოვაცხე. მე ხამ პომიდორს ჩერი ძალიან მოუხდება, მაგრამ მე ვარჩიე ქართული პომიდორი, ნახეთ როგორ შეიბრაცა. გადმოვიტან პომიდორებს, ზუსტად დაემსგავსა იმ ფოტოს, რომელიც მაკარტნის წიგნში ვნახე და ძალიან მიხარია, რომ რაღაც შევძელი ბიტლსების სამყაროდან. მაშ ასე ბოსტნეული მზად არის, მოვაყრი მწვანე ხავს ყველგან. რომ ხახმა ცოტა სიღრმიდან გაუჩინოს თავისი გემო. შემწვარ ყველს დავადებ, აი ასე, რომელიც ოხრახუშთან და სიმინდის ფქვილთან ერთად შევწვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რჩევას, ჩემი საყვარელი და მსოფლიოს საყვარელი მომღერლის წიგნიდან, რომ კვირაში ერთხელ მივუძღვენით თქვენ თავს ვეგეტარიანული დღე. მანამდე მოვამზადე დრესინგი და ვინც ახლა შემომიერთა დრესინგის ინგრედიენტებს გავიმეორებ, მე უკვე პირველ ბლოკში ვთქვი, რომ დრესინგი მზადდება ზეითუნის ზეთისგან, დიჟონური მდოგვი ორი კოვზი, დიჟონური მდოგვი ეს არის დიჟონიდან არაცხარე მდოგვი, მაგრამ მე გამოვიყენე ქართული მდოგვი ერთი კოვზი, სულ ცოტა პილპილი დავამატე, მარილი, ძმარი და მოვურიე. ნახეთ როგორი დრესინგია საოცარი. მე ახლა მოვაყრი ოხრახუშსაც ამ ყველაფერს და ბოლოს დავნამავ დრესინგით. დღეს სტუმრად მყავდა საოცარი კაცი, ლეგენდა, ადამიანი, ვისი პოპულარობაც ვარსკვლავებს გაცდა და მარსამდე მიაღწია. ყველგან, სადაც ბოლოს მაკარტნი და ლენონი შედიოდნენ, ყველგან უკრავდნენ მათ სიმღერებს. ეს იყო პოპულარობის პიკი, ეს იყო რაღაც საოცრება, ეს იყო ლეგენდა და ამიტომ სამყაროში ასეთი ადამიანები ძალიან დასაფასებლები არიან. მისი რჩევა, რომ ყოველ კვირა დღეში ერთხელ, აი მაგალითად ორშაბათს მივუძღვნათ
უხორცო ორშაბათი სწორედ ასე ქვია მერი, სტელა და პოლ მაკარტნის წიგნს. ყველაფერი ნატურალურია, ბევრი ცილა, ვიტამინების ბომბი, საოცარი დრესინგი, ამას სადილადაც მიერთვათ და მერწმუნეთ ვახშამზეც გამოგადგებათ. მე 9 არხი და ესმა როგორც ყოველთვის ისურვებ წარმატებულ დღეს.